მოგესალმებით ჩემო კარგებო, ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ ადგილი, სადაც შეიძინოთ საცალო და საფრთხებოდ ძალიან დაბალ ფასად, სხვადასხვა ნიშები, როგორც საოჯახო, ასევე ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, როგორც დიდისთვის, ასევე პატარასთვის და მოკლედ დარჩით ჩემთან ვიდეოს ბოლომდე. ეგრეთ წოდებული ლილოს სიტი მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, როდესაც მოდიხართ ლილოს ბაზრობის მხარეს. მან არის შუქნიშანი და უნდა შევხვდეთ მარჯვენა მხარეს. გზიდანვე ჩანს და შევეცადოთ რომ ეჩვენებინა. მოკლედ დაახლოებით ტერიტორია, სადაც არის და შემდეგ გარეთ არის სულ განლაგებაზე მაღაზიები და ასევე შიგნით არის კიდევ დიდი ასე ცენტრივით და იქაც არის გარე მაღაზიები. ეს მაღაზიები უმეტესად 95% ეკუთვნის ჩინელებს. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უმეტესობა ნივთების არის ჩინეთიდან. თუმცა როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნე, ფასები არის ძალიან მისაღები, შეიძლება ითქვას, იაფიც კი გააჩნია რაღაცებზე, თუმცა ამ შემთხვევაში ასევე უნდა გითხრათ ის, რომ მაგალითად ფეხსაცმელებს არ ყიდიან ცალობით უმეტეს მაღაზიაში და იქ ნიშანიც იქნება და გადაღებული მაქვს და განახებთ, თქვენ თვითონ ნახავთ ვიდეოში და ასევე ეს მაგალითად წინდები იყო დიდი შეკვრი, თუმცა ჩემი აზრით, როდესაც ბევრი შვილი ყავს მით უმეტეს და მაინც გვჭირდება 5 და 6 წინდა, 10-იც რო იყიდო, უკვე შეკვრაში საკმაოდ იაფი გამოდის. ასევე ეს ქალის თეთრეული და ბევრი რაღაცები იყო დიდი შეკვრებით და იმდენად მისაღები ფასი იყო, რომ ჩემი აზრით უკეთესია და უმჯობესია თუ ეგრე დიდ შეკვრას იყიდი და გექნება და ფაქტურად მთელი წელი გამოიყენებ. ასევე ცალობაშიც იყო რაღაცები, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტეს მაღაზიებში ფეხსაცმელთან დაკავშირებით არის უმეტესად, თორე ტანსაცმელებზე მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში იყო, რომ გითხრეს, რომ ცალობით არ იყიდებოდა და უნდა სერიები აგვეღო, რაშიც იგულისხმება 3-4 და მეტი სყიდვის შემთხვევაში, უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ, სხვა შემთხვევაში არ მოგცემენ. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არ ვიცი რატომ და ეს საკითხი ძალიან ყურში მომხვდა და მოკლედ ძალიან გამიკვირდა, რომ არ აქვთ გადახდა ანუ ტერმინალი არ არის, რომ გადაიხადოთ ბარათით და ასევე ძალიან ბევრს ვთხოვეთ და ვკითხეთ, რომ ჩაგირიცხოთ თქო და მაგაზეც კატეგორიული უარი განაცხადეს. უმეტესობას ყავთ ქართველი გამყიდველები და თვითონაც საკმაოდ კარგად საუბრობენ ქართულად, მაგრამ თვითონაც და ამ გამყიდველებმაც გითხრეს, რომ არ უნდათო და როგორც მე მივხვდი და ვითხოვენ ფულს ესე, ნაღდ ფულს, cash-ს, რასაც ეხება, პირდაპირ გეუბნებიან ფული. ანუ არ უნდათ ესე ჩარიცხობი და ძალიან გამიკვირდა და ძალიან ესეთი საკითხია, რომ რატო არის ესე, ანუ ეს გამოდის, რომ ფაქტიურად რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ შემოსავლებს მალავენ და არ ვიცი ხა სახელმწიფოს რატო აძლევს ამის უფლებას, ეს ძალიან გასაკვირია, ეს არ არის პატარა დაწესებულება ან რაღაცა, რომ არ იცოდეს სახელმწიფო მათი არსებობის შესახებ. ვიდეოშიც ნახავთ, ძალიან ბევრი მაღაზიები აქვს და ძალიან დიდ ტერიტორიაზე არიან განლაგებული და უმეტესობა იქვე ცხოვრობს კიდევაც საერთოდაც და